კახეთში ატმისა და ვაშლოტამას კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლახში ფერმერები ბაღებში დილო-ადრიან გადიან. დროის დაკარგვა აქ მოსავლის დაკარგვას ნიშნავს. წლევანდელი სეზონი კარგი მოსავლით გამოირჩევა, თუმცა ფასი ეტაპობრივად იკლებს. კახეთში წელს 40,000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ფერმერები, რომლებიც წლებია სოფლის მეურნეობაში მუშაობენ, ამბობენ, რომ მიუხედავად იმედის მომცემი მოსავლისა, გადამამუშავებელი საწარმოების არ ქონა კვლავ გამოწვევად რჩება. სოფელ ჩუმლახში ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი იმყოფებოდნენ. ეს არის ჩემი გაშენებული ბაღი. საკუთარი ბაღი. ვიწყებთ ეხლა ჩვენ ამის რეალიზაციას. 84 წლის შოთა საყვალიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყიდანაა. სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების დიდ ნაწილზე ადგილობრივებს კურკოვანი ხილი მოჰყავთ. შესაბამისად, ისიც მიატმეობას ახალგაზრდობიდანვე მისდევს. ატმის ბაღს წელს განსაკუთრებულად მოუარა. მოსავალიც კარგი მიიღო და გამოცდილი ფერმერების მთავარი საზრუნავი მიღებული მოსავლის რეალიზაციაა. ჩასაბარებლად მიგვაქვს ეს მოსავალი მაცივარზე. მაცერვიდან თვითონ უკეთებენ რეალიზაციას, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ უკმაყოფილეები ამ საკითხით არა ვარ. რატომ არ ყიდით თქვენ თვითონ უფრო მეტ ფასად ვერ გაყიდით? კილოობით როგორ მოსავალი დიდია. მოსავალი დიდია და მიაქვთ ტონობით. კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლოტამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. ფერმერები ამბობენ, რომ რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. ჩუმლახში ასეულობით ჰექტარზე სხვადასხვა სახეობის კერკოვანი ხილი ხარობს. სიმწიფის ეტაპების მიხედვით სამუშაოების პროცესი შემოდგომამდე მიმდინარეობს, რისთვისაც ფერმერებს მუშახელის დაქირავება და მათთვის დღეში 60 ლარის გადახდა უწევთ. ახლა დილით ადრე ვიწყებთ 6:30-ზე 6 საათზე უკვე ვიწყებთ მუშაობას. რომ მოვასწროთ მზეს, თორემ მე ეს ნაყოფი რბილდება და გაფუჭდება. ხო, ყველაფერს თავისი ცოდნა უნდა. მე ვარ 74 წლის უნდა გავხდე ახლა და მე შემიძლია 500 კილო 600 დავკრიფო. ნახევარ დღეში, ხო? ხო, აი ერთ დაკრიფაზე, რავი, ერთ სამუშაო დღეს. მაგრამ ახლა თუ მაგალითად შერჩევით როცა ვკრიფავთ, ცოტა იგრიფება, მაგრამ ახლა რო ვკრიფავთ, ახლა მთლიანად ავკრიფავთ. ჩუმლაყელი ფერმერები ამბობენ, რომ წელს განსაკუთრებული მოთხოვნა ხარისხზეა ორიენტირებული. რაც შეეხება ღირებულებას, მოსავლის რაოდენობის ზრდასთან ერთად კილოგრამ ატამზე და ვაშლოტამაზე სარეალიზაციო ფასი შემცირდა, თუმცა მათთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. 3 ლარნახევრიდან და 4 ლარიდან დაიწყო, სხვა დროს არ ყოფილა ასეთი მაცირებმა ჩაბარება, თავისი დაწუნდებულიანად. ისე რომ პირველად რაც მოიძია ფერმერმა თითქმის დაგმაყოფილდა და მე იმის შემდეგ ეხლა ყველგან ეს ეხდება. ნელ-ნელა უნდა ფასი დავლა წამოვიდეს, რომ გამრავლდება მე სხვადასხვა სოფლებიდანაც შემოდის და ცოტა დასტაბილურდა. მთავარი რა არის იცით? იყიდება, არ რჩება მოსავალი მინდორში. ჩვენ გქონია ეს შემთხვევები, რომ დარჩენილა. ეს დაბალ ფასში თუ მაღალ ფასში მაინც იყიდება. ძირითადად გადასული არის ჩვენთან ხარისხზე, აქცენტი ხარისხზე არის გადასული. აი ეხლა რა ატამი დაწვრთული გაქვს. დიახ, ეს ეხლა ეს ბოლოკრეფ. კილოგრამს რამდენში? აი ეხლა ეს ბოლოკრეფ არის, შეიძლება ჩაბარდეს ლარში, ლარნახევარში. მაგრამ მაინც ჩაბარდება, მომხმარებელი არის, მოთხოვნა არის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით წელს ატმისა და ვაშლოტამას საპროგნოზო მოსავალი 40,000 ტონას შეადგენს. მოსავლის დაბინავების პროცესში კახეთის რეგიონში 50-მდე სამაცივრე მეურნეობა და 4,000-მდე დასაქმებულია ჩართული. სარეალიზაციოდ დაფასებული მაღალი ხარისხის ხილი ძირითადად რუსეთსა და აზერბაიჯანში გადის. მეურადი ხილი, ანუ ჩვენ ვეძახით მაგას მეურად, თორე გადარჩევის პერიოდში ძალიან მცირედი ხარვეზე შეიძლება ქონდეს ხილს, ანუ ეს შეიძლება იყოს ტოტის ზემოქმედება, ეს შეიძლება იყოს კრეფის დროს მცირედი ზემოქმედება და აი ამ მცირედი დაზიანების დროს ძალიან დიდი რაოდენობით ხილი ნადგურდება. თუ იქნება რაიმე წვენის ქარხანა, ეს ძალიან წაადგება ჩვენ ხარეს. იმიტომ რომ 1000-ობით ტონა ხილი მოდის და ეს აუცილებელიც კია. თუ მაგის საშუალება იქნება. ხარისხიან პროდუქციაზე თუ მოთხოვნა მაღალია, გამოწვევად რჩება გადარჩეული წუნდებული პროდუქციის რეალიზაცია, რომლის დაძლევაც ხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნით იქნება შესაძლებელი. ჩვენი მეურნეობა მასივის ინახავს 55 ტონას, რო შევინახოთ. გადის რეექსპორტზე რუსეთში, რაც ხარისხდება მეორე ხარისხი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ჩვენ ბაზარზე. ფასად შეეხება ლარნახევრიდან 2.20-მდე აქვს. ხარისხი გააჩნია, რომელი ატამი იქნება, ვაშლი ატამაღის ლარი 82 ლარი, რუსუსიანი ატამიღის ლარნახევრიდან 2.20-მდე. ხარისხის მიხედვით არის.
მოსავალი ძალიან კარგი არის, გასავალიც კარგი არის, რეექსპორტზე გადის, მოთხოვნაც ბევრი არის, ფასებს ადგენს ბაზარი. როცა ახალი შემოსვლა ყოველთვის ვერიღის ნებისმიერი ხილი. დაიწყო 4 ლარიდან და მე ყოველ დღე ეტაპებურად ჩამოდიოდა ფასი, იმიტომ ასაულ შემოდის. თავიდან თუ კრეფავს მე ფერმერი 100 კილოს მე ყოველ დღე იმატებს და ადის 5 ტონაზე და უკვე ბევრი ტავარი ატამი ვარის უკვე ფასიც იკლებს. კახელ ფერმერებს წინ კიდევ 2 თვე აქვთ სხვადასხვა ჯიშის ხილის დასაბინავებლად. ის შემდეგაც ურძნის მოსავლის აღების ეტაპი დაიწყება.